ეს არის ჩვენი პირველი კოლაბორაციული პროექტი კორიდორსა და ილია უნივერსიტეტს შორის, რათა საშუალება მივცეთ არტისტებს, უკვე არტისტებს დამთავრების მერე პირველი გამოცდილება შეიძინონ ეგრეთ წოდებულ თეთრ კვადრატში, რომელსაც კორიდორი თავაზობს. რეალობაში ხელოვნების თავარი ძალაც ხო ის არის, რომ ყველასთვის ინდივიდუალურად აღქმადია და ყველასთვის საკუთარ განცდებზე და საკუთარ პერსონალურ გამოცდილებებზე გვესაუბრება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების, ანუ სტუდენტებს საშუალება აქვთ განივითარონ სხვადასხვა უნარები, რაც ხელს გვიწყობს შემდეგ უკვე კერამიკაში მუშაობაში. ბაბუაჩემი საკმაოდ მარტივი და უბრალო საქმიანობით შეძლო მეხუთე ხილის აშენება აფხაზებს და ქართველებს შორის. ვისაც ესე რომ თქვა საკმარის ინფორმაცია არ აქვს თუ რა სირთულეს წარმოადგენს კერამიკაზე და განსაკუთრებით 3D ფორმატში მუშაობა, ჩვენს მაყურებელს რა აუხსნათ ეს რა პროცესი არის? ეს 3D ფორმატი არ არის მარტივი პროცესი და ეს არ არის უბრალოდ მანქანით შექმნილი. ჩემი პირადი დამოკიდებულება იყო ეს ნამუშევარი, რომ დავინახე, რომ რატომ აწერია ამას რუსულად. მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სადიპლომო ნამუშევრებს დღეს ვიმყოფებით კორიდორის სივრცეში. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოფო კოლხეთაშვილი, კურატორი. მოგესალმებით. მადლობა, რომ გუთმობთ დროს და უნდა გვესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან გამოფენაზე, ახალ თაობაზე, რომელიც მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებს. მათი ნამუშევრები არის დღეს წარმოდგენილი და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვეთ თუ რა თემები არის ამ სივრცეში, რა დრო დაუთმეს მათ ესე რომ თქვა ამ სადიპლომო ნამუშევრებზე მუშაობას და შემდეგ უკვე დეტალურად ჩვენს დავათვალიერებთ მაყურებელს თუ რა არის წარმოდგენილი და შევიტყობთ მათი ესე რომ თქვა ხელოვნების შესახებ. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კორიდორის სახელოვნება და საგანმანათლებლო სივრცე ეთმობა შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ილია უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც წარმოდგენილია 55 ბავშვის ნამუშევრები. საერთო ჯამში 120-მდე ნამუშევარი გვაქვს სივრცეებში გადანაწილებული. ეს არის ჩვენი პირველი კოლაბორაციული პროექტი კორიდორსა და ილია უნივერსიტეტს შორის, რათა საშუალება მივცეთ არტისტებს, უკვე არტისტებს დამთავრების მერე პირველი გამოცდილება შეიძინონ ეგრეთ წოდებულ თეთრ კვადრატში, რომელსაც კორიდორი თავაზობს. ეს არის 55-დან აბსოლუტურად უმრავლესი სტუდენტებისთვის ეს იყო პირველი გამოცდილება. ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვისაც მათთან სამუშაო პროცესი. ზოგადად ჩვენ ამდენი ნამუშევრებს არ ვქენთ ხოლმე ამ სივრცეში, მაგრამ როდესაც არჩევითი პროცესი დავიწყეთ, რომელი ნამუშევრები გამოგვეტანა, რომელი ნამუშევრები არ გამოგვეტანა, იმდენად დიდი ენთუზიაზმი და სიყვარული მოდიოდა თითოეული ამ ნამუშევრის მიმართ, რომ დაკიდების პროცესში გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა ყველაფერი, რაც მოგვიტანეს, გამოგვეფინა, ისე რომ თან არ დაგვეღალა მაყურებელი. მე მგონი, კარგად გამოგვივიდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა სტუდენტი ძალიან ბედნიერი იყო გახსნაზე, ძალიან ამაყები თავიანთი გაწეული სამსახურით და თავიანთი ნამუშევრების უკვე თეთრ კედლებზე ნახვა მათთვის სხვა მოტივაციის მანიშნებელი იყო. თემატიკას რაც შეეხება, ჯერ ესეთი გვაქვს რამოდენიმე სხვადასხვა მიმართულება, ერთის მხრივ წარმოდგენილია დაზგური გრაფიკა, მეორეს მხრივ წარმოდგენილია კერამიკები, პოსტერები, ანიმაციაც ჰქონდა აგრეთვე გუშინ ჩართული. თვითონ დაზგურ გრაფიკაში სხვადასხვა მიმართულებებია, როგორც ოფორტი, მესოტინტო და ასე შემდეგ და დაახლოებით სემესტრზე მეტი, 6 თვეზე მეტი დაჭირდა თითოეულ სტუდენტს იმისთვის, რომ თითოეული ნამუშევარი შეექმნა. და უნდა აღინიშნოს, რომ იმაზე ბევრად უკეთესი შედეგია, ვიდრე მეგულწრფელად ველოდი, რაც ყოველთვის ძალიან გასახარია ხოლმე. როდესაც საერთო მასის ხარისხი თუ როგორ ასრულებენ ნამუშევრებს, არის ძალიან მაღალი სტანდარტი. ეს ცალსახად მინდა ვახსენო რამოდენიმე ადამიანი, რომელიც აქ არ არის დღეს და პასუხისმგებელი ამ წინსვლის, ეს არის ირაკლი ტოპლიkiშვილი და ლეილა გრიგორია, მით უმეტეს დაზგურ გრაფიკაში და პოსტერებში, რომელიც დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ეს სტუდენტები მართლა პროფესიულად ახერხებენ თავიანთი ხელობის რეპრეზენტაციას. რომ დავკიდეთ და რომ ვათვალიერებდით ნამუშევრების უმრავლესობას, ბევრზე საერთოდ არ გაქვს ის განცდა, რომ ეს არის გუშინ სტუდენტის გაკეთებული, რომელიც დღეს პირველად აბიჯებს სახელოვნებო სივრცეებში. პირიქით განცდა გაქვს, რომ ეს ადამიანები დიდი ხანია, დიდი რუდუნებით და მონდომებით მუშაობენ ამ ნამუშევრებზე.
ძალიან კარგია, რომ ილია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განვითარებას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, არამედ გვექნება სხვადასხვა პროექტებზე, სხვადასხვა სივრცეების დათმობა და ამ სტუდენტების ამ თეთრ კვადრატში გადმოყვანა, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობს მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩართვას. ეს აღარ არის ის, რომ მხატვარი ან არტისტი, როდესაც ამთავრებს სამხატვროს, ან ილია უნივერსიტეტს, ან ჯავახიშვილს, ან სხვადასხვა უნივერსიტეტებს არ იცის რა აკეთოს. პირიქით, იდეას ახალი პროგრამების მიხედვით, რომელზეც მე გაგებული მაქვს და იმედი მაქვს მონაწილეობასაც მივიღებ, სულ იმისკენ მივდივართ, რომ თეორიული ინფორმაცია გადაკეთდეს უკვე პრაქტიკულ გამოცდილებათაც. ანუ ბავშვებს მიესცეთ საშუალება, უпростоად ახალგაზრდებს მიესცეთ საშუალება, რომ ფეხი მოიკიდონ პროფესიულ სივრცეებში და ცადონ თავიანთი რეალიზება იმ 4 წლიანი განათლების მერე, რომელსაც მათ უნივერსიტეტი აძლევს. კი ბატონო, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ახალი თაობა, მათი ესე რომ ვთქვა, მათთვის დახმარების გაწევა და შესაბამისი ესე რომ ვთქვა, გარემო შექმნა, ისინი რომ ახერხებენ, რომ აი ამ რაღაც მოკლე ვადაში უკვე ძალიან მოწინავე პოზიციაზე იმყოფებიან, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც მათი ნამუშევრებისა ჩვენი ქვეყნისთვისაც, რაც უფრო მეტი ნიჭიერი ახალი თაობა გვეყარება, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის კულტურაზეც და ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩვენს მაყურებელს, რომლებსაც არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ყოველთვის შეაფასონ ახალი თაობა და მათი ნამუშევრები, ჩვენი გადაცემების ამ საშუალებას რა ნახოთ, როგორ მუშაობენ, მათ გავაცნობ კიდევაც თქვენთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ. მინდა რომ ჩვენს მაყურებელს მანამდე თქვენ აუხსნათ თუ რა არის წარმოდგენილი, რომელი მიმართულებები, გრაფიკა, კერამიკა და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე დავათვალიერებინებთ თან. ძალიან დიდი ნაწილი არის დაზგური გრაფიკის წარმოდგენილი, რომელიც ყველაზე შრომატევადია ყველაფერში, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, კერამიკის და მიუხედავად პოსტერების და მიუხედავად დაზგური გრაფიკას მაინც ყველაზე დიდი ხანგრძლივი პროცესი ახასიათებს, ეს სხვადასხვა ეტაპობრივია, ჯერ სკეცის დამუშავება, მერე თვითონ ფირფიტის გაკეთება, მერე საღებავის ამოყვანა და ქაღალდზე გადაყვანა, ამის დაპრესვა, ბეჭვ და ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. მერე გვაქვს რა თქმა უნდა კერამიკა, რომელზეც ძალიან საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი და ჩვენი მეგობარი და თანმხლები ლექტორი ისაუბრებს. შემოსულია იქ ერთ ვიტყვი, რომ ისეთი ექსპერიმენტალური ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც მე პირადად აქამდე ქართულ სივრცეში არ მინახია და ძალიან საინტერესოა. მერე გვაქვს პოსტერების დიდი სერია, რომელიც პირდაპირ ეხმიანება იმ სხვადასხვა ქართულ სოციოპოლიტიკურ თუ სხვადასხვა თემატიკას, რომელიც ამ ახალგაზრდებს აინტერესებთ. რო გადავხედოთ თვითონ პოსტერებს, ყველა ნამუშევარზე იკითხება მათი პირადი მიდგომა ამ თემატიკის მიმართ, მათი პირადი დამოკიდებულება. ზოგადად აქაც ყველა შინაარსობრივად ყველა ნამუშევარი, რომელიც წარმოდგენილია, მათ გარშემო არსებულ სამყაროზე მოგვითხრობს და მათ აღქმაზე ამ სამყაროსი. ზოგი არის რო ტკივილიანია, ზოგი არის ცოტა უფრო პოზიტიური, უფრო მომავლის შემწყურე, ზოგი წარსულს მიყვება, მაგრამ ყველაფერი რაც წარმოდგენილია მათ გარშემო ტრიალებს. შესაბამისად ეს ნამუშევრები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ბავშვების შინაგან სამყაროში შევიხედოთ. ეს გულწრფელობა აუცილებლად შესანარჩუნებელია და ჩვენი როგორც მენტორების, გალერისტების და უნივერსიტეტის ლექტორების მიზანია, რომ ხელი შეუწყოთ ამას განვითარებაში, იმიტომ რომ როგორც შენახსენე, ნამდვილად ესენი არიან, ვიზეც მომავალი ქართული კულტურა იდგება. გეთანხმებით, ნამდვილად ასეა და მაინტერესებს ზოგადად მსგავსი გამოფენების პოპულარიზაციისთვის რა არის საჭირო, რომ უფრო ბევრ ადამიანამდე მივიდეს, იმიტომ რომ კურატორი ამ ყველა საქმეს, რა თქმა უნდა, უმკლავდება და ცდილობს, რომ ეს ნამუშევრები, რომელიც შეიძლება არაპროფესიონალმა ისე ვერ შეაფასოს და ვერ გაიგოს, ხშირად ხდება ხოლმე ხელოვნებაში, რომ ბევრი ადამიანი ვერ აფასებს სწორად და რაღაცნაირად სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ხოლმე. მაგრამ როგორც პროფესიონალი თქვენ, როგორ რა ესე ვთქვათ, რას მიანიჭეთ უპირატესობა აქ, როდესაც მოდის მნახველი, რაზე ამახვილებთ ყურადღებას, როგორ აცნობთ ახალი თაობის ნამუშევრებს? როგორ ვაცნობ და პირველ რიგში ვცდილობ, რომ ხიდის როლი ვითამაშო ნამუშევარსა და მნახველს შორის. ხშირ შემთხვევაში არის დისტანციური დამოკიდებულება და სულ ქვეშინია ხოლმე ნამუშევრებზე ჩვენი აზრის გამოთქვა. ხელოვნება არის აბსოლუტურად სუბიექტური და ყველას გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ და არ უნდა ქვეშინოდეს ამ ჩვენი დამოკიდებულების არც გამოხატვა, არც მასზე საუბარი და ის, რასაც მე ვხედავ, აბსოლუტურად შეიძლება განსხვავდებოდეს ის, რასაც ჩვენ ხედავ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე სწორი ან არასწორი. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნამუშევარი იმდენად კარგია, რომ ორივეს გვაძლევს იმის საშუალებას, ჩვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაღაცა დავინახოთ. და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ეს ნამუშევრები, რომელიც ერთი შეხედვით შორია მათთვის, დავაახლოვო მათ პერსონალურ ისტორიასთან. აი თქვენ რას ხედავთ თქვენ შიგნით, თქვენ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ
რეალობაში ხელოვნების თავარი ძალაც ხო ის არის, რომ ყველასთვის ინდივიდუალურად აღქმადია და ყველასთვის საკუთარ განცდებებზე და საკუთარ პერსონალურ გამოცდილებებზე გვესაუბრება. როგორც კი ეს ბარიერი იმსხრევა ნამუშევარსა და მნახველს შორის, დგება ის კომუნიკაცია, რომელ კომუნიკაციასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ შევადგინოთ და ის სიახლოვე, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ახალგაზრდების განვითარების ხელშესაწყობად. აგრეთვე ყველას ვთხოვ ხოლმე, რომ თუ რამე მოგეწონებათ, გადააშიარეთ, გაუზიარეთ მეგობარს, გაუზიარეთ მეზობელს, ამ ხანაკს, სადმე, იმიტომ რომ არასდროს არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება ამ ინფორმაციის გაზიარებამ მოიტანოს და როგორი განვითარების ეტაპი შეიძლება დაიწყოს ახალი არტისტის ცხოვრებაში. ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ისტორიიდან სახელოვნო სფეროში წარმატებული, ასე რომ ვთქვათ, ნამუშევრები, რომლებიც თავის დროზე ვერ დაფასდა, შემდეგ დასჭირდა საუკუნეები ან წლები და შემდეგ უკვე დააფასეს ადამიანებმა. ასე რომ სანამ ეს სულთან ნიადაგი არის, მე მგონი უფრო ღია თვალებით უნდა შევხედოთ ახალ ნამუშევრებს, უფრო მეტად მივიღოთ და დავაკვირდეთ. და ასევე მაინტერესებს თუ შეგვიძლია მაგალითად რომელიმე ნამუშევარი განვიხილოთ და ჩვენს მაყურებელს შესთავაზოთ თქვენეული გაცნობით კონკრეტული ნამუშევარი, რომ რა არის იქ შესამჩნევი, როგორც ემოციურად, როგორც ასე რომ ვთქვათ, შესრულების კუთხით, ძალიან საინტერესო იქნება ესე პირდაპირ მოუყვებით. თქვენ ზუსტად ჩვენს უკან არის ერთი ნამუშევარი, რომელსაც ხომსკი ვაგზალა წერია. ჩემი პირადი დამოკიდებულება იყო ეს ნამუშევარი, რომ დავინახე, რომ რატომ აწერია ამას რუსულად. მეც ვიფიქრე სხვა შორის. რატომ აწერია ეს რუსულად და პირდაპირ შევადგინე მაგაზე საუბარი, რომ აი ეს არის მეთქი, რაც ახლა ჩემში იწვევს, რომ არ მსიამოვნებს. სტუდენტის პასუხი იყო ის, რომ ეს არის ის სწორედ რისი თქმაც მე მინდოდა. ჩვენ არ მინდა რომ დავივიწყო ის, რაც ჩვენია. მე არ მინდა რომ დაგვავიწყდეს ის, რაც ჩვენი იყო და არ მინდა რომ დავივიწყო ეხა როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. და ჩვენ ვხედავთ ნამუშევრებში ის მელანქოლიური, ნახევრად დანგრეული შენობები, რომლებიც აშკარად წარსულიდან, ან შეიძლება даже მონაყოლიდან ახსოვს, იმიტომ რომ 21-ის იქნება თვითონ ეს ახალგაზრდა ის არ ამგონია. სახომში იყოს ნამყოფი, მაგრამ თვითონ ის მონათხრობები, ის განცდები, რაც მისი ოჯახიდან მოდიოდა და რაც ამ ნამუშევრებშია, ყველაში რაღაცას იწვევს, რომელიც ჩემში, როგორც კურატორში, დავინახეთ თუ არა პროტესტი გამოიწვია და როგორც კი მეუახლოვდი და ნამუშევრებთან თვითონ კომუნიკაციაში შევედი, ის ტკივილი წავიკითხე, რომელიც ამ ნამუშევრებში იკითხება და ეს რუსული წარწერა ამ ტკივილის გამოძახილია, ამ ტკივილის ახმაურება, რომ მომაქციათ ყურადღება, მე ეს ყველაფერი მტკივა. და თვლი, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია, ძალიან მოხარული ვარ, რომ გამოვიტანეთ და სრულ ფასოვნებაში წარვადგინეთ, იმის და მივხვდეთ, რომ არ ვიყავი თავიდან დარწმუნებული ამ ყველაფერში, მაგრამ სტუდენტი თვითონ იმდენად დარწმუნებული იყო თავის ნამუშევარში და თავის სათქმელში, რომ იქ მეტი აღარაფერი არ იყო სათქმელი და ყველა ვინც გუში მოვიდა, სულ აი ამ ეს იყო სასაუბრო ნამუშევარი, იმიტომ რომ ყველას რაღაცნაირად შეგვეხო, ზოგს ესე, ზოგს ისე, ზოგს ტკივილნარევი, ზოგს იმედით, ზოგს სხვადასხვა განცდებით, მაგრამ ყველამ ვახსენეთ ეს ნამუშევარი და ყველამ ვახსენეთ ის, რაც ზოგადად ჩვენი დღევანდელი ცხოვრებიდან მივიწყებული შეიძლება იყოს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც ამ თემაზე ზოგადად საუბარი და ნამუშევრების შექმნა, იმიტომ რომ არ უნდა დაგვაუზეს ისტორია, დღევანდელ დღესაც უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა და შევადაროთ და მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ვიაროთ წინ, რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა სოფო. ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით ბოლო განხილვა. მე გავაგრძელებ, გავესაუბრები სხვა მონაწილეებს და უკვე ჩვენს მაყურებელს დავათვალიერებინებ სხვა სივრცეებიდან თუ რა არის წარმოდგენილი. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია ანა ჯაფარიძე, კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი დღეს და კერამიკის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს გააცნოთ თუ როგორ მუშაობდნენ სტუდენტები და რა დახვდება მოსულ მნახველს. მოგესალმებით. გამოფენაზე კერამიკის ნამუშევრები დაგვხვდებათ, გრაფიკული ნამუშევრების გარდა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს წლევანდელი კურსდამთავრებულების ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკაში. თავიდან ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ დამოუკიდებლად მოძიებული საკვლევ თემაზე, რომელიც წარმოდგენილია ფიზიკურად. და ძალიან საინტერესოა მათი ხედვა თუ როგორ არის ფორმაში გადმოთარგმნილი და ნებისმიერ ნამუშევარზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად, ყველა ნამუშევარს თავისი
კონცეფცია აქვს, თავისი ძალიან რთული და საინტერესო პროცესი იყო ექსპერიმენტების, კერამიკა როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ექსპერიმენტული პროცესია და მოლოდინების გარეშე შენ უბრალოდ მიენდობი რაღაც მომენტში და ეს არის მინდობის, მასალაზე მინდობის და ცოტა კონტროლის ერთობა. კი ბატონო. როგორ ისწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კერამიკის მიმართულება და რა ეტაპებს გადიან სტუდენტები? კერამიკის მიმართულების სახელწოდება მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის. რაც ძალიან საინტერესოა და ზუსტადაც რომ ჩვენ საჯარო სივრცეში მყოფებით და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მოკლედ მნახველების რეაქცია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების, ანუ სტუდენტებს საშუალება აქვთ განივითარონ სხვადასხვა უნარები, რაც ხელს გვიწყობს შემდეგ უკვე კერამიკაში მუშაობაში. და წარმოდგენილ ნამუშევრებში ერთ-ერთი ზუსტადაც რომ აი ეს ცოდნის გაერთიანების შედეგად შექმნილი 3D პრინტერით დაბეჭდილი კერამიკული ნამუშევარია, რომელიც ჯერ ხელით შეიქმნა, შემდეგ სტუდენტი გადის აგრეთვე გრაფიკულ პროგრამებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის FabLab-ის ბაზაზე იქნა აი ეს პროგრამული უზრუნველყოფა, პროტოტიპი დაიბეჭდა, მერე პროგრამულად დამუშავდა, მერე უკვე დაგვეხმარენ 3D კერამიკული პრინტერზე დაბეჭდილი იყო ეს ნამუშევარი, რომელიც მე მგონი პირველი პრეცედენტია სადიპლომო ნამუშევრის, აი ესე შემოქმედებითი ნამუშევრის, აი ესეთი ფორმით, აი ამ საშუალებით შექმნის. ანუ შეიძლება თქვა საქართველოში პირველად შეიქმნა მსგავსი ნამუშევარი თუ კონკრეტულად სადიპლომო ნამუშევარი? სადიპლომო შემოქმედებითი ნამუშევარი ვიტყოდი, თორე საქართველოში ის კომპანია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა, ძალიან კეთილინება გამოთქვა, რომ მომოელთავობის ხელშეწყობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც ესე რომ თქვა საკმარის ინფორმაცია არ აქვს თუ რა სირთულეს წარმოადგენს კერამიკაზე და განსაკუთრებით 3D ფორმატში მუშაობა, ჩვენს მოყვარებელს რა აუხსნათ, ეს რა პროცესი არის? ეს 3D ფორმატი არ არის მარტივი პროცესი და ეს არ არის უბრალოდ მანქანით შექმნილი, ეს არის საშუალება, როგორც იარაღი, ხელსაწყო, თორე სრული ჩართულობა არის საჭირო, ანუ ხელოვანი თვითონ შემქმნელი, თვითონ ძერწავს ნამუშევარს, რომელსაც შემდეგ აციფრულებ, ბეჭდავ პროტოტიპს, ნიმუშს, ესე ვთქვათ, რომელსაც თუ რამე ხარვეზი აქვს პროგრამულად, გრაფიკული პროგრამების საშუალებით აზუსტებ დეტალებს და მხოლოდ შემდეგ უშვებ 3D პრინტერის 3D პრინტერის საშუალებით ბეჭდავ. თუმცა იქაც ძალიან ფრთხილი მიდგომა და სრული შენი ჩართულობა არის საჭირო და საკმაოდ ბევრს შრომობენ, შეიძლება ითქვას ერთი შეხედვით მარტივი რაღაცა ძალიან ბევრს შრომობენ. შენ საშუალება გაქვს, ეს არის საშუალება. შენ საშუალება გაქვს, მაგალითად, დიდი ზომის ნამუშევარს რო აკეთებ, ან რაღაც გარკვეული სირთულის, რომელიც გინდა თუ გინდ განმეორდეს. დროში უკვე შენ თუ პროგრამულად უკვე ისე გაკაწყობილი, მოფიქრებული და ყველაფერი დახვეწილი, ეს უკვე ამარტივებს პროცესს. ანუ შენ ფაქტურად იდეას ავითარებ და ის გეხმარება ამის განხორციელებას. ხორცი შეასხა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყავდით გადაცემაში მონაწილეობას და წარმატებას გისურვებთ თქვენს და რა თქმა უნდა თქვენ სტუდენტებს. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია ნია გაგუა, რომელიც სადიპლომო ნამუშევრიც არის წარმოდგენილი და მინდა რომ თავად მოგვიყვეს თუ რა თემაზე და როგორ იმუშავა. მოგესალმები და მადლობა რომ მიყავთ გადაცემაში მონაწილეობას. სადიპლომო ნამუშევრისთვის მომზადე ჟურნალი. კონკრეტულად ბაბუაჩინის ბიოგრაფიაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა წელი აქვს შეტანილი აფხაზეთისთვის, ну კონკრეტულად სოხუმისთვის, თავისი ძალიან უბრალო საქმიანობით მან შეძლო მეგობრული ხიდის აშენება აფხაზეთს და ქართველებს შორის. და აქედან გამომდინარე, რადგან ომის შემდეგ საკმაოდ ბევრმა არ იცის, განსაკუთრებით ახლანდელმა თაობამ თუ როგორი ცხოვრები ცხოვრობდნენ. ადრე გადავწყვიტე, რომ უბრალოდ იქაური ცხოვრების სტილზე მომეყოლა.
კი ბატონო და კონკრეტულად რა არის ამ სადიპლომო ნამუშევარში რას უყვები როგორც ნახველს ასევე თუნდაც შენი თაობის წარმომადგენელს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაწყვიტე რომ რაღაცა ის ამბები შეგეხსენებინა ახალი თაობებს როგორც უკვე ვახსენე ბაბუაჩემი საკმაოდ მარტივი და უბრალო საქმიანობით შეძლო მიღებული ხიდის აშენება აფხაზებს და ქართველებს შორის იმიტომ რომ შიდა დაპირისპირება არ იგრძნობოდა საერთოდ და ყველა მეგობრულად და სითფოთი და სიყვარულით უდგებოდა მაგ ამბავს. ძალიან სასიამოვნოა ეს თემა რო აირჩიე, მართლაც ძალიან სენსიტიური საკითხი არის. მადლობა შენ იმისთვის რომ ამ ყველაფერზე ფიქრობ და ცდილობ რომ როგორც შენ თავს ასევე ზოგადად გაუზიარო დიდ აუდიტორიას. წარმატებებს გისურვებ და კიდევ ძალიან ბევრ შემოქმედებით კარგ ნამუშევარს. მადლობა. როგორც საინტერესო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ნამუშევრების გაცნობა. მადლობა მათ ამისთვის. თქვენ კი ბედნიერ დღეს გისურვებთ და მადლობა ყურადღებისთვის.